მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან ვარსაბა და არ გავშირასან სამი და დღეს მეგობრებო, მე ძლიერს შემიძლია წავიდე ჩემს საყვარელ სამუშაოზე. Так, стоп მეგობრებო, მოითავა კამერა გავასწოროთ. ასე უფრო კარგია, так, მეგობრებო, მაგიტომ ავიდეთ ჩვენი თოხი. ავიღოთ ჩვენი თესლები და კარტოფილის სტაფილო და ხორბალი და წავიდეთ ჩვენ საყვარელ სამუშაოზე. ოღო, მეგობრებო, შეგეთ რა თქეშა წვიმა წამოვიდა. თან მეგობრებო, დღეს იყო გამოცხადებული 0 გრადუსი, так, стоп. მაგიტომ მოით უფრო კარგია მე ახლა ჩავეცმევ ქურთუქს. აჰა, ასე უფრო კარგია, შეღეთ მეგობრებო, რომ მსუქანი ვარ ამ ქურთუქში, ოკეი. წავიდეთ მეგობრებო, ახლა ჩვენს სამუშაოზე და რა ხდება აქა? ჟიტელნიკებო, გამარჯობა და ხომ არ მეტყვით რა ხდება აქა? საბა გამარჯობა, მოგეთ ჩვენ ახლა არ ვიცი, ჩვენ ახლა უკვე მოგეთ უნდა ეს სახლი უნდა მოვაშოროთ აქედან. კარგი და მეორე კითხვა და რისთვის? ნუ მოგეთ აქ ხოგას იყო აქ ერთი ჟიტელნიკი ასამისფერ ქურთუქში. მოგეთ ეს ჟიტელნიკი გადასახლდა სადღაც მარჯვენა მთასთან, თუ მარჯვენა სახლის, თუ მარჯვენა მთის ცოტა იქით, მოგეთ სადღაც მარჯვენა მთასთან. მიატოვა ეს სახლი და მაგიტომ ჩვენ პრინციპში აქ არაფერი აღარ გვჭირდება და მაგიტომ ჩვენ ამ სახლს ახლა ვაშორებთ სოფლიდან. შესაძლებელია აქ ახალი სახლიც ავაშენოთ. ნუ კაი, პრინციპში თუ ასე გამოვიდა, კაი, მაგრამ ჯანდაბა მეგობრებო, იცით, ძალიან მომწონდა ეს სახლი. მე როდესაც აქ მაგალითად თუმზე იქ იყო, ძალიან კარგადაც და მიცავდა. მაგრამ მეგობრებო, თან შეხედეთ აქ ახაც სიცარიელი იქნება. ნუ კაი, პრინციპში გააკეთონ შეწენკებმა მეწავოთ ჩემს სამუშაოზე, მაგრამ არ ვიცი მეგობრებო, როგორ და რატომ გადასახდა. მართლა დიდი ხანია, მართლაც არ დამინახავს ჩემი მეზობელი იქა, იმიტომ მან ხან ცხოვრობდა ვიღაც ჟიტელნიკი, რომელიც არც კი ვიცი სად გადასახდა და რამოდენიმე თვით სულ და მეტი არავინ. და ოკეი, კაი მეგობრებო, ახლა და აქ თესლებიც გაიზარდა ძალიან კარგია. ნუ ეს მეგობრებო, პრინციპში ის თესლები, რომლებიც არ კიდე მივატოვოთ და მოვთხოვოთ ის თესლები, რომელიც გაიზარდა. ესენი კიდე გაიზარდნენ უფრო კარგია. Так, სოკი და მეგობრებო, ხედავთ? Так, стоп, ჟიტელნიკებო, ერთ და აქ რომ მისი ნივთებიც დარჩა. ნუ ხო, ნივთებიც დატოვა რაღაცის გამო. ნივთებიც დატოვა. Так, მეგობრებო, აი ეს უკვე რაღაც ძალიან საოცარია, ნუ ოკეი. Так, ნუ კაი მეგობრებო, პრინციპში გავაგრძელოთ ჩვენი სამუშაო თუ უფრო კარგია ხომ არ მივაკითხო ამ ჟიტელნიკს. მეგობრებო, აი არც კი ვიცი. ნუ პრინციპში არ ვიცი, ხომ უნდა გავურთხო მაინც ეს ჟიტელნიკი, რომ მის სახლს ახლა აქედან აშორებენ და ნივთებიც შესაძლებელია მეგობრებო, ნივთები დარჩა. ან დატოვა უბრალოდ. მეგობრებო, რაღაც მე ვერ ვიგებ. რა ხდება? ნუ კაი მეგობრებო. მოდით, იცით როგორ ვქნათ? მე ახლა ამ ფერმას გავაკეთე და არ ვიცი, ამ ჟიტელნიკს რამე საჭმელს მაინც მიუტან, ან არ ვიცი, სრუნდებს მაინც შემოვთავაზებ. ხო, მგონი ასე ვიზამ, так, მეგობრებო, აქაც როგორ გაიზარდა ეს თესლები. აჰა. დანარჩენი უფრო კარგია გაიზარდა. მართლა მეგობრებო, შესაძლებელია უბრალოდ შემთხვევით დარჩა. მაგრამ უკვე 1 თუ 2 კვირა რაც არ მიხო. მოგეთ მეგობრებო, უფრო კარგია მაინც მივაკითხოთ და ასე ვთქვათ, მგონი არ იცის რომ მის სახლს ახლა აშორებენ და უფრო კარგია ასე ვთქვათ, იყოს კურსში, ასე ვთქვათ. Так, მეგობრებო, არ ვიცი, რაღაც საჩუქარიც მიუტოვოთ. მოით მეგობრებო, 10 სუმრუდი მიუტოვოთ პრინციპში, ახლა შესაძლებელია მაგში X უფრო სჭირდება ვიდრე მე. და კიდე საჭმლიდან მოით მეგობრებო, აჰა. აი მეგობრებო, 2 ცალი ხორცი და 3 პური. და წავიდეთ უფრო კარგი ახლა მივაკითხოთ იმ შეწენკს მაინც. Так, ჟიტელნიკობა, ერთ თუ შეიძლება არ მოვაშოროთ ეს სახლი, შესაძლებელია დავაბრუნოთ ეს ჟიტელნიკი ჩვენ სოფელში. მეგობრებო, მაინც მოდით უფრო კარგია შეხედეთ როგორ გაიზარდა ეს ფერმა. კაი მეგობრებო, მე როდესაც დავბრუნდები, აუცილებლად მოვაშორებ ამ ფერმას და так, ну აი მარჯვენა მთა და ჟიტელნიკობა ხო თქვა სადღაც მარჯვენა მთის იქეთ. Так და აჰა, იმ თებთან ხომ არ არის, შესაძლებელია რამე ხომ არ შეეშალა და იმ თებთან так, მეგობრებო, მგონი ვნახე. მოით მეგობრებო, თხილად ჩავიდეთ
და აი მგონი მისი სახლი ესრე так что მეგობრებო ხე ქვა და ოკეი შეწენიკო უკაცრავად ისა შეიძლება შემოვიდე მესობელო გამარჯობა რამდენი ხანია რაც არ მინახავს შენი სახე ო გამარჯობა რაღაც შეისახებესნობა შევგონი ისა საბა ხარ ხო ჩემი მეზობელი ნუ ძალიან სიამოვნებს რომ ასე თქვათ არ დაგავიწყდით და შემოხვედი ასე თქვათ რომ ცოტა ხანი ისწორა ხო ხო მაგრამ შეწენიკო ერთი კითხვა მოგდა რა შვები ამ სახლში და საერთოდ შენ საერთოდ იცი რომ შენი სახლის მოშორება უნდათ იქ შეწენიკებს ეს და საერთოდ ერთი კითხვა მოგდა რატო გადასახდი საერთოდ ამ სახლში იქ ძალიან კარგი სახლი ქონდა თან ძალიან კარგ ტერიტორიაზე საბა საქმე იმაშია რომ მე ძალიან მოწონს კი ეს სოფელი და შესაძლებელია დაუბრუნდე უბრალოდ მე ახლა მინდა ცოტა ხანი ვიცხოვრო უფრო შორს სოფლისაგან მე უბრალოდ აქ მინდა ამაშენო კიდე ჩემი სოფელი და შესაძლებელია გამომივიდეს თანაც და თუ არ გამომივარ ასე ყველია დაუბრუნდები მაგ სოფელში არ ვიცი თუ სახლს მოაშორებენ არ აუშვეს პრინციპში თუ რამეა ახლოს ამაშენებ და რაც შეეხება ახლა დაბრუნებას ჯერჯერობით მე მინდა აქ ასე თქვათ მარტო ვიცოცხლო ცოტა წინ წავიწიო სოფლის გარეშე შესაძლებელია მეც აქ ავაშენო ქალაქი ან რამე პატარა სოფელი შეწენიკო გასაგებია ძალიან ცუდია მე მაგათაც ძალიან მომწოდა ოდესაც შენ ჩემთან ახლოს იყავი თან შენ ძალიან კარგი მეზობელიც ხარ თან ძალიან მეწოდება შენი სახლი საბა და თუ ასე გეცოდება მე იქ პრინციპში დავტოვე ჩემი ნივთები და შეგიძლია პრინციპში აქ ნივთები აიღო ნივთები მაგრამ იქ შეწენიკები უკვე აშორებენ მაგ სახლს და მგონი არ დამაცდიან სანამ იქ ამ ხელას აწოლს ამ ხელა ფეჩებსა და ვერსტაკებს გამოვიდან მაშინ სხვა იდეა მაქვს საბა მოკეთ იქ დავტოვე მე ერთი ყუთი ჩემი ყველა საგნებიც რაც კი დავჭა მე მაგ სოფელში შეგიძლია პრინციპში ეგ ყუთი აიღო ეგ ნივთები აიღო და ისარგებლო მაგ ნივთებით მე ასე ვთქვათ ასეთ საჩუქარს გიკეთებ ვაუ შეწენიკო მადლობა დიდი მოიცა მე კიდე ისა მე შენ საჩუქარი მოგიტანე 10 სუმრუდი და გამოიცნო საჭმლები თუ არ გჭირდება მოდი საჭმლებს მაინც მოგცემ შესაძლებელია დაგჭირდეს ასე ვთქვათ აიღე ყველაფერი საბა მადლობა დიდი მე მართლა ახლა არ მჭირდება მე ჩემით ასე ვთქვათ ჩემ რესურსებს ვიყენებ და არა უშავს შეწენიკო ეს იქნება ჩემგან ასეთი საჩუქარი 10 სუმრუდი მაინც აიღე კაი საბა მადლობა დიდი ახლა დროზე უფრო კარგია გაიქეცი და აიღე ის ყუთის ამ შეწენიკებმა ჩემი სახლი არ მოაშორეს კაი შეწენიკო მადლობა დიდი და იმედი აქ კარგად იცხოვებ ნახვამდის და აქ მეგობრებო მგონი ძალიანაც და კარგია ხო მეგობრებო მე კიდე გამიკვირდა რა თუნდა აქ ამდენი ხედა ქვა მგონი აქ მართლა უნდა ცოტა განვითარდეს და ოკეი დროზე იმედი არ მოაშორეს ეგ სახლი და ძალიან უბრალოდ მაინტერესებს რა ნივთები დატოვა იქ თავის სახლში ამ შეწენიკო და შეწენიკებო არ მოაშორეს ძალიან კარგია და შეწენიკებო ერთი კითხვა და შემიძლია სულ 5 წამით შევიდე და იქ უბრალოდ მოგეთ შეწენიკთან ვიყავი მარჯვენა მთასთან მისული გავიგე რის გამოც გადავიდა იქ უბრალოდ ახალი სოფლის აშენება უნდა და მოგეთ მითხავ მან აქვს რაღაც ყუთი და ეგ ყუთის შემიძლია მე ავიღო და თუ შეიძლება გთხოვთ და სულ 10 წამი მომეცით და ავიღებ მაგ ყუთს და ეგრევე წავალ საბა იცით ჩვენ დავიფიქრეთ ჩვენ ვიფიქრეთ რომ უფრო კარგია ამ სახლს დავტოვებთ ვინაიდან მაინც არავის არ უშლის თან ძალიან კარგი არის სოფლის კონსტრუქციაში ძალიან კარგად შედის თან აქ ცარიელი ადგილის მაგიო ძალიან კარგი ის იქნება ძალიან კარგი სახლი იქნება შესაძლებელია სტუმრებიც ჩამოვიდნენ ამ სახლში ისე თუ კარგად ცხოვრობს და თუ შეგიძლია ეს ყუთი აიღო კი როგორ არა ოკეი შეწენიკო მადლობა დიდი და ბოდიში ერთ სახალ შევდა გამოვიდა რომ ეს ყუთი ესა და ეს არა და так მეგობრებო მოიცა უფრო კარგი ახლა დროზე ავიღოთ და მეგობრებო რაღაცებს ხედავ так ავიღოთ და ასე ვთქვათ ეს სახლი ახლა დავტოვოთ. Так, შეწენკობო მადლობა დიდი
Так, მეგობრებო, რა არის აქ პირველს რაც ხედავ? პირველს მეგობრებო, ხედავ 46 ისმრუდს. და პრინციპში მეგობრებო 46 ისმრუდი ძალიან კარგია. ეკლესიას რა დამართეს, ოკეი. რაღაც საოცრება. Так, ოკეი, 46 ისმრუდი მეგობრებო, ეს არის ჩემი ორი ხელფასი. ოკეი. მეგობრებო, ეს ვიცი რაცა. სად ჩამოვკიდოთ? მოით მეგობრებო, აი საწოთან მეგობრებო. რაღაც არ გავს ამას, რასაც მე ველოდებოდი, ოკეი. იყოს პრინციპში ასე ვთქვა, დამიცოს ამ თავმა მე. ოკეი, შემდეგ რასაც ხედავ? რა არის ესა? წერია რომ რაღაც ქვის გამჭრელიო. და რა? და როგორ მოქმედებს? ალო? დარითი კირით? ხო მეგობრებო, კირით. მეგობრებო, კომენტარებში დაწეთ ეს რისთვისაა. აქ წერია რეშიკ პაკამნიო, ანუ ქვის გამჭრელი და რისთვის არის ქვას ჭრის? მე მართლა არ დამინახავს ასეთი ბლოქი. საერთოდ არც კი ვხმარობდი ამ ბლოქით. ოკეი, მეგობრებო, კომენტარებში გთხოვთ დამიწერეთ. მე ყველა კომენტარებს ვკითხავ და გთხოვთ დამიწერეთ, ვინ იცის ეს რა არის. შესაძლებელია სხვა Minecraft-ის თამაშებშიც არის ასეთი რაღაც. მე პირველად ვხედავ, ოკეი. ეს რა არის? დაჩიკ ნიმნოვასი. მეგობრებო, ეს ისა დაჩიკია, რომელიც აჩვენებს მგონი მზე სადაც არის, ხო? ნუ ხო მზე სადაც არის, მგონი მე ასეთი რამ მინახავს უბრალო Minecraft-ში. ახლა მზე ასე ყველი არ არის, მთვარეც კი არ ჩანს. მართლა ის მთვარეც აწავიდა. ხო, წვიმს და შესაძლებელია ღრუბლება გადაკეტეს. შემდეგ ოქროს ვაშლი მეგობრებო, ეს ძალიანაც და კარგია. მაძლევს, რეგენერაციას ძალიან კარგია. Так, алмასის ბლოქი, алмასის ბრონი მეგობრებო, ესეც ძალიანაც და კარგია. ოკეი მეგობრებო, პრინციპში მე ძალიან მადლობელი ვარ ამ ჟიწელნიკს ასეთი საჩუქრებისათვის და იმედია რომ დაბრუნდება ჩვენ სოფელში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ ძალიან კარგი მეზობელი იყო, სიმართლე გითხრათ. კაი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დალაიქეთ და თუ შეიძლება მართლა მეგობრებო, დამიტყვეთ კომენტარებში ეს რისთვის არის ეს ბლოქი. მე კი მეგობრებო, ახლა გემშვიდობით, ნახვამდის.